შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა სამწლიანი მუშაობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თავისი უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში ამჯერად პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სხდომაზე წარადგინა, სადაც საგარეო ურთიერთობათა ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ 3 წლის განმავლობაში მოახერხა და გამორიცხა ისეთი საშინელი გამოწვევები, როგორებიც იყო ადამიანების დაღუპვა კონფლიქტის ზონებში და ვითარების ესკალაცია, განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე განმარტებით მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება სხვა გამოწვევები, რომელთა შორისაც მინისტრის საოკუპაციო ხაზის მიმდებარი ტერიტორიიდან ადამიანთა გატაცებას ასახელებს. ჩვენ დაგვჭირს სხვა გამოწვევები და მათ შორის ეს, რომ მართლაც და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ რაც მოვახერხეთ, ის რომ თვეებით არჩება ეს ადამიანები, თუმცა ეს უბრალოდ არ არის სატრაბახო ამაში არაფერი, მაგრამ თვეებით არჩება და რამოდენიმე დღეში გამოგვყავს. და შინაგან საქმეთა სამინისტრო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის სადამოუკიდებლო მისიასთან ერთად. მაგრამ ის რომ ჩვენ აბსოლუტურად შეგვიძლია ახლა ამ წუთში რომ გამოვრიცხავთ როდესმე ვიდრე კონფლიქტი არ მოგვარდება გატაცებებს, ამას ვერავინ ვერ შეგვიძლიათ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ისეთი საკითხია, რომელიც წინასწარ ვერ გასაზღვრავთ. თქვენ ახეთ რა ხდება იქ ჩვენ მეზობლებში, ყარაბაღის კონფლიქტში, რა ხდება კოსოვოში, რა ხდება კვიპროსზე, რა იქ სამშვიდობო ძალები დგანან და მიუხედავად ამისა პრობლემებია. სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ეხმარებიან სამედიცინო მომსახურების მიღებაში. ასევე ხორციელდება პროექტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრი გალის რაიონში ქართული ენის შეზღუდვის საკითხსაც შეეხო და როგორც განაცხადა, ესეც ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც ქართულმა მხარემ თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკით უნდა უპასუხოს. დღეს როცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ქართული ენა არის სახელმწიფო ენა, ქართულ ენაზე მეტყველებს ყველა, როცა გამყოფხაზის გაქეთ თუ იქეთ ყველგან არის ქართული ენა წარმატებული, ამ ფონზე ვინმე მოახერხოს ქართული ენის შევიწროება გამორიცხულია. გმირები არიან, ჩვენზე მეტი გმირები არიან, ვინც იქ ცხოვრობენ, როგორც ახალგორში, ისე გალის რაიონში. შესაბამისად, მაქსიმალურად მეტი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოთ. აფხაზური კულტურა, აფხაზური ენა, რომელიც ჩვენგან დასაცავია და ჩვენ ვალდებულებაც უნდა იყოს და არის კიდევაც და ჩვენ და გამოდის წიგნები აფხაზური მართლა მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენ საქართველოს აფხაზური ენის დასაცავად. უნდა შვიდ და წყნარად არ შევანელო ჩვენი პოლიტიკა. თვითონ აფხაზეთში გაყოფილია ორ ზონად, ზედა ზონა, ტრანზიტიდან მიხედვით, ქვედა ზონა, ზედა ზონა. ზედა ზონა დიდი ხანია უკვე პრაქტიკულად გამოდენილია ყველა სკოლიდან ქართული ენა. დიდი ხანია. ქვედა ზონაში დაიწყეს ახლა ამ პოლიტიკის გატარება. ანუ ახალი არაფერი არა, მაგრამ უკვე შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ნახეთ, რამდენი სტუდენტი ჩამოდის ჩვენ ზედა ზონიდან. ძალიან ბევრი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ვითომ და მათ სკოლებში თითქოს და ქართული ენაზე სწავლება არაა, სწავლება არის ჯერ ესეთი და ამაზე ხოჭა დავლაპარაკობ და სხვა და მიუხედავად ახალგაზრდები უფრო მოდიან და უფრო 90% მოდის და თბილისში აბარებს, საქართველოს სხვა უმაღლესებში აბარებენ და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკა. პაატა ზაქარეიშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დღეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. ამასთან ერთად მას მიაჩნია, რომ კონფლიქტების მოგვარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი სახალხო დიპლომატიაა და მან სამოქალაქო სექტორს მხარდაჭერა აღუთქვა. სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ დიდი რესურსები გააჩნია, ოსურან აფხაზურ მხარეებთან შეაჩეროს რაღაც პოზიციები. დიდი სამური მზადდება ჩვენ ამიმართულებით რაღაც გარკვეული ვითანამშრომლოთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ მომზადებული გადაცემა აფხაზეთის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ ამ გადაცემებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც უყურებენ. თავის მხრივ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ დავითაიამ სხდომის მონაწილეებს ამცნო იმ მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომ გადაცემა აფხაზეთი უკვე აფხაზურ ენაზეც გადაიცემა სამშაბათს მეორე არხის ეთერით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები აფხაზურ და ოსურ მხარეებს იმაზე მეტად აინტერესებთ, ვიდრე ეს ქართულ მხარეს წარმოუდგენია. ამიტომაც მსგავსი ტიპის გადაცემები უფრო მეტ მხარდაჭერას და განვითარებას მოითხოვს. შეხება ტელევიზიას მართლაც მიმაჩნია, რომ აფხაზური თემა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. აფხაზეთის კონტექსტი ზოგადად რა ხდება აფხაზეთში რო ვიცოდეთ, რა ხდება აფხაზებმა რო ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენთან, ძალიან აინტერესებთ. მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, თქოს არ აინტერესებს საქართველოს, ყველაფერი იცი რა ხდება საქართველოში. დეტალებში იცი, მე არ ვიცი ხოლმე ისე დეტალები, რაც იციან მათ. იმიტომ რა თქმა უნდა ამ ტიპის
მედია საშუალებები, როგორც არის ეს იქნება ტელევიზია თუ უფრო მეტად გასავითარებელია ჩემი აზრით ინტერნეტის სივრცე, იგივე ამ ტელევიზიის ინტერნეტი პორტალის განვითარებაც ალბათ რათა ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია თუ როგორ უყურებენ საქართველოში, დანარჩენ საქართველოში როგორ უყურებენ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ აუცილებლად მიიჩნია, რომ შეხვედრაზე მინისტრის მიერ გამოთქმული კონცეპტუალური შეხედულებები და პასუხები დაეგზავნოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რათა მათი მხრიდან გაანალიზდეს და ამ საგანგებო საკითხებთან დაკავშირებით წინადადებები შემოვიდეს. ანგარიში მნიშვნელოვანი იყო, შთამბეჭდავი იყო მართლაც, მაგრამ მე ხაზს გაუსვავდი იმას, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი თუ მეტი არა, იყო სამომავლო აქცენტები, მიმართულებები, რომელიც გარკვეულად ფიგურირებს სტრატეგიულ გეგმაში, საგზაო რუქაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლება ანვითარებს. დღეს რაც არ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ დაპირისპირებულ პოლიტიკურ პოზიციებზე, აფხაზებმაც და ოსებმაც მინდა იცოდნენ, რომ ჩვენი მთავარი პრინციპი დღეს არის ის, რასაც ქვია ფიქრი მომავალზე, რასაც ფიქრი ქვია რეგიონალურ უსაფრთხოების თემაზე და ჩვენ ბავშვებზე. მათ ერთმანეთს არ უნდა უყურონ თოფის ლულის გასწვრივ. ეს არის მთავარი ამოცანა. პოლიტიკური საკითხები როგორ დაალაგდება სამომავლოდ, ეს უამრავ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საინტერესო გამოსვლა ჰქონდა სახელმწიფო მინისტრს და ვფიქრობ, რომ ის მიმართულებები, რომელიც იქნა გაშლილი აი ამ მოხსენებაში, ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი ცხოვრებაში და პრაქტიკაში დასანერგი. თუმცა გაკეთებულიც უკვე ძალიან ბევრი არის, თუნდაც ის ფაქტი, რომ ყველა აღიარებს იმას, რომ საომარი რისკები არის მოხსნილი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებაზე, ეს არის ფაქტი და რუსეთთან ომის მდგომარეობაში ჩვენ არა ვართ უკვე და ბევრი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ ეს მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობა კიდევ უფრო გავამაგრო და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ, ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, ეს არის ნება ჩვენი ხელისუფლების და ეს ნება არის მიმართული ნდობის აღდგენისაკენ.